ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ პროცესზე აყვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმშელეს დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა მათ გათავისუფლებას. სხდომის დეტალებით გვერდება მაკა ლაშხია სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. მაკა, გისმენთ. ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები მისი ცოლის ძმა მიხეილ მხეიძისა და ასევე მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას მიმართ აყვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დააყენეს შუამდგომლობები მათმა უფლებადამცველებმა. ისინი ითხოვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში 300,000 ლარის ოდენობის, ნაწილ შემთხვევაში კი თხოვდნენ მოსამართლეს თავად განესაზღვრა აყვეთის ღონისძიება, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო საპატიმრო აყვეთის ღონისძიება. პროკურატურა არ დაეთანხმა მათ შუამდგომლობას და პროკურორის თქმით, კვლავ სახეზე იყო მტკიცებულებათა განადგურების მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხეების შესაბამისად პროკურატურა ითხოვდა მათ კვლავ პატიმრობაში დატოვებას, რაც სრულად გაიზიარა მოსამართლემ და სამივე მათგანი დარჩა პატიმრობაში, რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მაშინდელ შესყიდვების ხელმძღვანელს ვლადიმერ ხუდუშაურს. ის დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფებოდა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ მან პროკურორის თქმით, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და შესაბამისად ის საპატიმროდან 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა დღეს სხდომაზე იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი. რაც შეეხება სხვა განვითარებულ მოვლენებს სხდომაზე, დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისარგებლა სიტყვის უფლებით. უპირველეს ყოვლისა, მან მიუთითა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის სამედიცინო მკურნალობა, რაც მას ამ ეტაპისთვის ესაჭიროება, არ არის ხელმისაწვდომი პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად ისიც ითხოვდა გირაოს სანაცვლოდ მოხდარიყო მისი გათავისუფლება. ასევე ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი 44 ტომიდან, რომლის მიწინააღმდეგ დევს საქმეში, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რაც ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალეულობას ადასტურებს. მან თქვა ის, რაც მას მიაჩნდა, რომ ამ საქმეში იყო სიმართლე. ანუ აღიარა დანაშაული? ვერ გეტყვით. ესეც სასამართლო შეფასებითია. ესეთი მოცემულობა არ აქვს, რომ ვინმეს წინააღმდეგ აძლევს. ჩვენების დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თქო, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზე გვაქვს თქვენი მოწერილი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ხუდუშაურის ჩვენებით არანაირი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, ბატონი გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ მას არც ერთი წინადადება არ უთხოვს. ბატონი ტუკვაძის ჩვენებაც არის ორგზის შეცვლილი, თუმცა ბატონი გიორგი ტუკვაძეც ნამდვილად არ ახსენებს საერთოდ არც შეცვლილში და არც შეუსწავლ ჩვენებაში ბატონ გიორგი ხაინდრავას და ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი ტუკვაძე რომ იყოს კეთილსინდისიერი მოწმე, ის აუცილებლად დღეს იქნებოდა საქართველოში. ბატონი ტუკვაძე არ გახლავთ საქართველოში. საქმეში დევს ერთადერთი მოწმის გვარად ტუკვაძის გამოკითხვის ოქმები. ორჯერ არის ეს ადამიანი გამოკითხული. პირველი გამოკითხვის ოქმის დროს ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს და მეორე გამოკითხვის დროს რადიკალურად ცვლის პირველი გამოკითხვის ოლქში დაფიქსირებულ ინფორმაციას. თავად ტუკვაძეს კი ბრალი არ წაუყენეს. აშკარად ჩანს, რომ ამ ადამიანმა გადაირჩინა საკუთარი თავი, ხელი დაადო ვასილ მხეიძეს, მისცა სრულენება. ტუკვაძის ჩვენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება, კი. რატომ? იმიტომ რომ ის აღნიშნული პირი, ასე ვთქვათ, აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა აღნიშნულ პირთან ერთად სხვა პირებიც აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოძიებას. სამი პირი, ვინც იმყოფებოდნენ პატიმრობაში, დარჩნენ კვლავ პატიმრობაში, მათ შორის არის ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა. მათ სამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დაახლოებით 135 მოწმე ჩატარებულია ათეულობით სახის ექსპერტიზა, გამოყითხულია ათეულობით სახის მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რა თქმა უნდა, აღნიშნული პირების ბრალეულობას. დიახ, მათ სამ საქმეში განთავსებულია ვლადიმერ ხუდუშაურის ჩვენება აღიარების თაობას. რაღაცებს ვფიქრობ რა, ცოტა სხვა თემაა. სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ამ შემთხვევაში ბრალი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება, რაც შეეხება მასთან ერთად დაკავებულ პირებს. მათ წინასწარი შეცნობით ჯგუფურად სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ეთავებიან. ამ შემთხვევაში ბრალი განისაზღვრება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, როგორც დღეს პროკურორი
პროკურორმა განაცხადა, მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით სახელმწიფოს 7 მილიონამდე ზარალი მიადგა, რაც შეეხება საქმის განხილვებს, უკვე 15 დეკემბრიდან გაგრძელდება საქმის განხილვები თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უკვე მტკიცებულება და დასაშვებობის შესახებ იმსჯელებენ. მადლობა მაკა ლაშხია იყო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.